ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. ჯერ შეუცნობლად, მე რყევათ, ტოქით. მერე თანდათან იხვეწება ურჩინა ბიჭი. დაჭირვეული სულიც ერგება, გათავისებო, ახლობელ სხეულს. ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. გზადაგზაკი უმოწყალოდ კარგავს ყველაზე ფარქის, ამაღლებას. და ნეტავი იმას, ვინც საკუთარი თავის ზებნისას ტაძრისკენ მიმავალ გზას დაადგება. რადგან ნებისმიერი სხვა გზა არაფრის მაქნისია. გასაჭიროა გზა, რომელიც ტაძართან არ მოგიყვანს. ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და ცხოვრების რთულ გზაზე ახლად ფეხადმული ბავშვივით ვაწყდებით რეალობას. ხანდახან წარმოსახვასაც მოვიშველიებთ ხოლმე ნაბიჯის გასამყარებლად. თუმცა წარმოსახვა ისეთნაირად აზვიადებს და ისე წარმოუდგენელ ფასს ასდებს ყოველგვარ წვიმას, რომ სულში სხვა რამისთვის აღარ გვიტოვებს ადგილს. ამიტომ ბედნიერია ადამიანი, რომელიც შეძლებს წვიმანების თავბრუდამხვევ ქაოსში შეიცნოს რაღაც დიდი და უმთავრესი, რასაც ადამიანის სული ჰქვია. უხილავი ძაფები გააბას ყველაზე სათუთი არსების, ბავშვის ფაქის სულთან და არა მარტო სულთან. კეთილი ჯადოქარივით ჩაიხედოს პატარა სხეულში, დაამარცხოს ტკივილი და შვება მოჰგვაროს მას. ასეთი მადლიკი მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრია. სწორედ ასეთი გამორჩეული ადამიანი იყო ბატონი სულიკო როსტომაშვილი, პროფესიით პედიატრი და სულით პოეტი, რომელსაც უფალმა მომადლებულად უბოძა კეთილშობილება და თავმდაბლობა, გულისხმიერება და თავაზიანობა. მისი ლექსებით სხვა არაფერია თუ არა საკუთარი ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ადამიანისა და ყველგან და ყოველთვის მართალი კაცის ღაღადი. ეს ყველაფერი კი მისი ბავშვობიდან მოდის. ქართლის ერთ-ერთ უმშვენიერეს სოფელ ატოცში დაიბადა 1921 წლის 15 იანვარს და მშობლიური სოფლის სიყვარული ფაქიზად ჩააქსოვა ლექსში ატოცში. ატოცში ყოფილ ხარდა ინახია დიდველა ყაყაჩუან ჩვენ ყანაში გირბენია ტიპელა და თუ გახსოვს ფეხში შველა ნავარდობა იმ დროში მოკლე შარვით ჯოხით ხელში გირბენია მინდორში ინახია ვორღობეში სხმოიარე მაყალი გოგობიჩთა ჟრიამული მათი აყალ მაყალი გიკრეფიან ნამიანზე შავი მაყლის ნაყოფი გიყლოსია სურნერება უხად გამონაყოფი მაშინ მუდამ გესწრება ატოცი და დიდველა ყაყაჩუან ჩვენ ყანაში რომ დარბოდი დიდველა. გომის საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სულიკო როსტომაშვილი ირიცხება თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტზე და მთელი ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიით ემსახურება საკუთარ ერს. თუმცა ამ სფეროში მოღვაწეობა ქვეყნის წინაშე ვალის მუხტის ერთადერთი გამოვლინება როდია. 1942 წელს 21 წლის ჭაბუკი ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დგება ქვეყნის დამცველთა რიგებში და 5 წლის განმავლობაში პირნათლად იხდის მოვალეობას როგორც მამაცი მეომარი და ექიმი. ღირსეულად ფასდება მისი მამაცობა და ნოვგოროდის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში ის უმაღლესი მთავარსარდლის 6 მადლობას იღებს. ასევე მთავრობის ჯილდოებით აღინიშნება მისი როგორც სანიტარული ასეულის მეთაურის წვლილი ლენინგრადის, ბელორუსიის ფრონტზე მამაცური ბრძოლისას. მისი საბრძოლო ორდენები და ჯილდოები საბრძოლო დიდების მუზეუმის ექსპოზიციას ამშვენებს. 1969 წელს ვეტერანები ნოვგოროდში ხვდებიან ერთმანეთს. ბატონი სულიკო ქართული ძღვენით ეახლება მათ. სათითაოდ ჩამოუსხამს შეხვედრის მონაწილეებს 10 ლიტრიანი ტიკიდან ქართულ ღვინოს მოვერცხლილ ყანწში და სტალინის სადაებრძელო სასმელს, რის პასუხადაც ერთ-ერთი გენერალი იტყვის კაკოი გრუზინსკი ნაროდ ხიდრი. ნიეტ გვიაშიბლის პასუხობს ბატონი სულიკო. ვინაერ ნახატელის сказать კაკოი გრუზინსკი ნაროდ უმნი, რითაც კიდევ ერთხელ იცავს საკუთარი ერის ღირსებას. საჩუქრად გადაცემული მოვერცხლილი ყანწი დღესაც ამშვენებს ნოვგოროდის ისტორიულ მუზეუმს. ბატონი სულიკოს ღვაწლი კი ღირსეულად ფასდება საყვარელიძის წიგნში ქართველი მედიკოსები დიდ სამამულო ომში, სადაც ვკითხულობთ. სულიკო გრიგორიძე როსტომაშვილს თამამად შეუძლია განაცხადოს, რომ იგი პირნათლად ვალმოხდილია თავისი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. თუმცა ომის წლები ღრმა ყვასტოვებს ბატონი სულიკოს სულში და არაერთი ლექსის შექმნის საფუძველი ხდება. თავდება დიდი სამამულო ომი და
ახალგაზრდა ექიმი ცდილობს ახლა უკვე მშვიდობიან ცხოვრებას მოახმაროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ომიდან დაბრუნებული 1947 წელს მუშაობას იწყებს ახალგორში რაიპედიატრად. ერთი წლის შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით გორში გადმოიყვანენ. ჯერ ბავშვთა კონსულტაციის გამგედ, შემდეგ გორის პედიატრად. მოგვიანებით კი ბავშვთა პოლიკლინიკისა და გორის ბავშვთა საავადმყოფოს მთავარ ექიმად. სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში კი ბავშვთა რაიონულ პოლიკლინიკას ხელმძღვანელობს, სადაც იშვიათია დღე დიდი სითბოთი და მოკრძალებით რომ არ გაიხსენონ მისი განსაკუთრებული ღვაწლი. სულიკო როსტომაშვილზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, განსაკუთრებით მისი იმ დადებითი თვისებებზე, რომელიც მას გააჩნდა. რაც შეეხება ნაკლით, აბკას ფაქტიურად ნაკლი არ ქონია. მე კარგად ვიხსენებ ჩვენ პირველ შეხვედრას, როდესაც ახალი ჩამოსული ვიყავი ბავშვთა ინფექციურ განყოფილებაში ვმუშაობდი. მიუხედავად თავისი ტიტულებისა, თავისი წოდებისა და როგორც ცნობილია, იგი იყო დამსახურებული ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. თავის ფეხით ამოვიდა ჩემთან განყოფილებაში, რათა გასცნობოდა ჩემს დამოღვაწეს, გამცნობოდა. შემოვიდა უბრალოდ მომესალმა, გამახსენა ბავშვობა, ამდენჯერმე რა თქმა უნდა ბავშვობაში კონსულტირებულიც ვყავდი და ძირითადად რაც აინტერესებდა, მე მაშინ მივხვდი, ეს აინტერესებდა ჩემი პროფესიონალიზმი და ისეთ ლამაზად შინაურულად მესაუბრებოდა, რომ უცხო პიროვნება ვერ შეატყურა თუ რა მიზნით იყო მოსული ჩემთან. შემდეგ აღიქვა, რომ ვინაიდან ბავშვთა განყოფილება ერთადერთი იყო და ერთ-ერთი პედიატრი მუშაობდი და ბავშვთა სპეციალისტები არ იყვნენ იმ მომენტში ჩემს გვერდით, აღიქვა დახმარება, თუ რამე დამჭირდებოდა, რომ გამომიგზავნიდა სპეციალისტებს, დამახმარებდა, ვინაიდან მაშინ საკმაოდ რთული იყო იმ განყოფილებაში მუშაობა. შემდეგში გადმოვედი ბავშვთა საავადმყოფოში, მისი მოადგილე ვიყავი სამკურნალო დარგში, რა თქმა უნდა, აქ ბატონ სულიკოს თანხობის თანახმად და ამასთან ერთად შემიძლია თამამად თქვა, რომ ბატონი სულიკო იყო ერთადერთი ის მასწავლებელი ჩემი, რომელმაც საკმაოდ ცხოვრებისეული დიდი გამოცდილება შემძინა. ამასთან ერთად იყო საკმაოდ სპეტაკი მუშაკი. ერთ ფაქტს გავიხსენებ, როდესაც ახალი მოსული ვიყავი ამ საავადმყოფოში, გვიანობამდე მოგვიწია მუშაობა და ჩვენი სამუშაო საათები იწყებოდა სადღაც დილის 9-ის ნახევარს და 6-7 საათამდე ვიყავით ხოლმე. შესვენებაზე გასვლაც ვერ მოვახერხეთ, ანგარიშები ჰქონდა ჩასაბარებელი, შემოვიდა ბზარეულმა, საღამო საათები იყო და რაღაც შემოგვიტანა, ვინაიდან თელეგის გაუსვლელები ვიყავით სამსახურიდან და რაღაცნაირად ბატონ სულიკომ შეხედა ბზარეულს და რაღაცის თქმაც დააპირა, მაგრამ ბზარეულმა დაასწრო და უთხრა, არა ბატონ სულიკო, ეს ყველაფერი სახლიდან მოვიტანე, ახლო ცხოვრობდა სხვადასხვა ის ბზარეული ჩვენ საავადმყოფოსთან, საავადმყოფოში არაფერი არ არისო. დაგვიტოვა და გავიდა რა თქმა უნდა. მაინც მომენტში არ იყო იმის დრო, რაღაც მეკითხა, გამიკვირდა კი სხვა შორის. შემდეგ რამდენიმე დღის შემდეგ კი შევეკითხე ბატონ სულიკო, ამ საკვებს 20 მორიგე ვარ, მეც ვჭამეთქი და თქვენ რა არ მოგეწონათ აქ ამ საკვებში. არა შულო, ეს მაგიტომ კი არ უთხარი, რომ ეს საკვები რაღაც ანუ ხარისხო და ან მე არ ავკადრულობ ამ საკვების მიღებას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ კარგად არის შეთვისაც ცნობილი, რომ ეს ყველაფერი გაანგარიშებულია ისე, რომ თუ ვიღაცას რაღაცა არ მოაკლდა, აქ მწოლიარე ბავშვს და თავდღმურს, ჩვენ სხვანაირად ვერ გამოგვიყოფდა იმ საკვებს. მაშინ მივხვდი, რომ რამდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ყველა თითოეულ გრამს და თითოეულ ულუფას. ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო მეორე მხრივიც, რომ ხოდია შემთხვევა, როდესაც მადლიერი მშობელი შემოსულა და ცნობებია, როგორც თავარი ექიმისთვის, პატივი ეცა სულიკოს ჯერ სიტყვისად გააფრთხილებდა, ხოლმე ძალიან გთხოვთ, შეურაცხყოფას ნუ მაყენებთო,
თუ ის მშობელი მაინც გაუჯიუტდებოდა და თავისას ცდილობდა როგორმე გამოეხატა პატივისცემა, შემდეგ მიუტრიალდებოდა ყურბის აიღებდა და ეთქოდა თუ ან აიღეს ყველაფერი გაიტანე, ან ეხლავე დავრეკავ მილიციაში და თავისებური პიროვნება იყო ძალიან. მე ჩემი ცხოვრების მანძილზე ესეთი პიროვნებები ნამდვილად იშვიათად შემხედრია. გარდა ამისა, დღეს თუ რამე ნასწავლი მაქვს, რაც შეეხება როგორც ადმინისტრატორს, როგორც ხელმძღვანელს, ძალიან ბევრი რამე მაქვს ბატონ სულიკოსგან აღებული. განსაკუთრებით მოგვიწია შემდგომში მუშაობა ისე რომ რამდენიმე 7-8 თვე მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი მთავარი ექიმისა, ბატონი სულიკო ამ დროს იყო პოლიკლინიკური განყოფილების გამგე. და ახალგაზრდებს ყველას ახალგაზრდობაში ჩვევია მალე გაბრაზება და სულ იმას მარიგებდა ხოლმე რომ შურო არ გამოდგება თუ გინდა რამე ბრძანება დაწერო ან ვიღაცას რაღაც საყვედური ან მითითება მისცე იმ წუთზე გაბრაზებულ გულზე არასოდეს ეს არ გააკეთო დაფიქრდი წადი მოდი მეორე დღეს თუ ისევ იმასზე იქნები აი მაშინ ის შეძლებ ბრძანების დაწერას რა თქმა უნდა მეორე დღეს ამის სურვილი მეც აღარ მქონდა ხოლმე და გაეცინებოდა ხოლმე რომ აი რამდენად მე მართალი ვარ ამ საკითხში ამასთან ერთად ბატონი სულიკო სადაც კი უმოღვაწეა ყველგან თავისი მაქსიმუმი რომ ვთქვათ შეუსრულებია და იყო ძალიან დიდი გულის პატრონი ეს ყველაფერი მე მგონი თუ ვისაც საკითხული ექნება ბატონ სულიკოს ლექსებში კარგად არის ასახული თავისი გულიანობა თავისი სიყვარული სამშობლოს მიმართ როგორც მეოჯახე და საკმაოდ გასაგები და უბრალო ენით წერდა და ბევრი ვერ დაიტრაბახებს იმას დღეს რომ ორი წიგნია მის სახელზე გამოცემული და მისი ლექსები მუდმივად ჩვენთან რჩება და ჩვენ გულებში. ჩვენ ბატონ სულიკოს მუდამ ვიხსენებთ როგორც პიროვნებას, კოლორიტს, ადამიანს, რომელმაც თავისი ცხოვრების მანძილზე გააკეთა საკმაოდ ბევრი. დღესაც ჩემი აგერ თანამშრომლები ძალიან მეტწილი მათგანი მომსწრენი ვარ და მის მოღვაწეობის დროს ვართ ნამუშევრები ძალიან თბილად ვიგონებთ ბატონ სულიკოს. მე ერთი წინადადება მაქვს ეს ჩემი პოლიკლინიკის აზრიც არის რომ ამ გადაცემის წამყვანმა გვიშუამდგომლოს თავრობასთან და ჩვენ პოლიკლინიკურ განყოფილებას დაერქვას მისი სახელი ეს თავისებური მადლიერების გამოხატვაც იქნება და ჩვენი სიყვარულის გამოხატვაც იქნება ამ პიროვნების მიმართ და მომავალ თაობას კიდევ ექნება იმის საშუალება რომ კიდევ ერთხელ გადახედოს თუ ვინ იყო და რა ადამიანი იყო ბატონი სულიკო გარდა ამისა სამუშაოს გარეთაც ბატონი სულიკო იყო ბრწყინვალე პიროვნება რაც შეეხებოდა უყვარდა სხვადასხვა ძალიან თამადობა და მე გავიხსენებ ბევრ მომენტებს, როდესაც ბატონი სულიკო იყო მაგიდის თამადა, როგორი ნასმებიც არ უნდა ყოფილიყო მის ირგვლივ, როდესაც ბატონი სულიკოს ადრგზელო სიტყვა და ძალიან ისეთი ომახიანი და კარგი სადღეგრძელოები იცოდა, თან ჩაურთავდა ხოლმე ცხოვრებისეულ მაგალითებს, ჩაურთავდა თავის ლექსები და ნაწყვეტებს და ყველა გასუსული უსმენდა ხოლმე, რაც დღეს მე მგონი ცოტა იშვიათობაც არის, რომ ასეთი ჭერმეტყველი პიროვნება შეხვდეს ჩვენი ცხოვრების მანძილზე. ოთახში, სადაც წლების განმავლობაში ემსახურებოდა სულიკო როსტომაშვილი პატარა პაციენტთა ჯანმრთელობის დაცვის უკეთილშობილეს საქმეს, თითქოს ახლაც მისი სული ტრიალებს. ყოველ დილით, როცა ამ ოთახის კარს ვაღებ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ძველებურად ღიმილიანი სახით მოძღვრავს. ყოველ დღე ვუსმენ პატარა პაციენტთა გულებს და ვცდილობ ისე ღრმად ჩავწვდე ამ საოცარი ორგანოს ფეთქვას, როგორც ამას ბატონი სულიკო მოითხოვდა ჩვენგან ახალგაზრდა ექიმებისაგან. ვინ იცის, რამდენი ჩვენთაგანისათვის უწილადებია უშურველად საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, რამდენი დაუყენებია სიკეთის გზაზე. ძია სულიკო საოცარი კაცი იყო. ჩემი პირადი განწყობა თუ გაინტერესებთ ძალიან მიყვარდა. მე მას ამ სამსახურში მოსვლამდე ვიცნობდი. ჩემი დღევანდელი სამსახური მისი დიდი ძალისხმევით მოხდა და ამის გამო მე დიდი მადლიერი ვარ მისი. ძია სულიკო სამსახურში ყველა მიმართავდა ბატონო სულიკო ან გრიგორიჩ.
მე რადგან სამსახურში მოსვლამდე ვიცნობდი, მიმართვის ფორმა არ შემიძლია, იმიტომ რომ ვთვლიდი, რომ ასე უფრო თბილ დამოკიდებულებას გამოვხატავდი. ვგრძნობდი, რომ თვითონაც მოწონდა ეს მიმართვა, ძია სულიკო. იმაზე არაფერს ვიტყვი, რამდენად კარგი ექიმი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ იყო ძალიან ენერგიული, ახალგაზრდული შემართებით სავსე და ერთ ფაქტს გავიხსენებ. გარდაცვალებამდე სულ რაღაც 3-4 კვირით ადრე მოხდა. ზამთარი იყო, ბუნებრივია, ძია სულიკო დეკემბრის ბოლოს გარდაიცვალა და საავადმყოფოს ეზოში მოვდიოდი. ეზო მთლიანად მოყინული იყო ერთმანეთის შემხედრი მიმართულებით და მე შინოდა არ დავცემულიყავი. და ამ დროს ძია სულიკო მოდის ჩემს შემხედრი მიმართულებით, საკმაოდ ისეთი ჩქარი, ახალგაზრდული ნაბიჯი და რომ დამინახა მოვდიოდი ისე ფრთხილად, შიშით, შემომხედა რა არის ესეთი ნაბიჯით რომ მოდიხარ ცოტა უფრო ჩქარა, ენერგიულად, ახალგაზრდულად, მისაყვედურა, მე ნაბიჯი ისევ ჩვეული ნელი ტემპით გავაგრძელე, თვითონ კიდევ უფრო აუჩქარა ნაბიჯს, შეირბინა პოლიკლინიკაში, გაიარა კორიდორი და ვიდრე პოლიკლინიკის კარებში შევედი, მას კვებებიც არ ვენილი ქონდა და მგონი უკვე თავის კაბინეტში იყო. იმედია ყოველთვის სიამოვნებით გაიხსენებ ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას. ეს არწერა ამშვენებს ბატონო სულიკოს ლექსების კრებულს, რომელიც მან ოდესღაც მაჩუქა. და აი დღეს მე კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვიხსენებ ამ დიდებულ ადამიანს. ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა კი ამ 20 წლის წინ დაიწყო. მე მაშინ ექიმი ინტერნი ვიყავი, ის კი ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი. და შემდეგ ჩემი დამოუკიდებელი ექიმობის გზაზე ჩემი პირველი მასწავლებელიც. როგორც მასწავლებელი კი შესანიშნავი იყო, დაუზარებლად თუნდაც ასჯერ აგიხსნიდა და როგორც თვითონ იცოდა, ლაზათიანად გაგიმარტავდა ყოველივეს. შნოდა ლაზათი თვითონაც არ აკლდა. მაშინ შესანიშნავ გარეგნობასთან შერწყმული იყო მაღალი ინტელექტი, პოეტური ნიჭი, იუმორი და რაც მთავარია მოყვასის თანადგომა და შემწყნარებლობაც. წლების განმავლობაში მუშაობდი უბნის პედიატრად მისი მეთვალყურეობის ქვეშ. პროფილაქტიკური მედიცინა, აცრები ეს მისი მოღვაწეობის საყვარელი სფერო იყო. ამ თემაზე ჰქონდა დაცული საკანდიდატო დისერტაციაც. და საერთოდ შიდა ქართლში ბატონი სულიკო იყო პირველი პიონერი პროფილაქტიკური აცრების, დანერგვისა და განვითარების საქმეში. საოცარი თანადგომა იწოდა. მე მის კაბინეტში ბევრი ჩემი კოლეგა მინახავს შვილებით. გაგიხდათ ბავშვიავად. აფორიაქთა მშობლის გული, მიაკითხეთ ბატონ სულიკოს. თუ ის გაგისინჯავთ ბავშვს, თუ დაგაიმედებთ, ესე იგი ყველაფერი კარგად იქნება. ერთ თავის ლექსში ბატონი სულიკო ამბობს, მე ჩემი ცოდნა, ასრი გონება, დიც და პატარას ვარგუნე წილად, თქვენი ვალი აწმოგონება, ხშირად არაფერს გავნებთ, მახსენეთ ხშირად. ჭეშმარიტად ბატონო სულიკო, თქვენ ყველას ეკუთვნოდით, ჩვენ გიხსენებთ და გვენატრები და მე დარწმუნებული ვარ, გამოვხატა ყველა ჩემი თანამშრომლისას რთულ ვიტყვი, რომ მადლობელი ვარ ღმერთის, რომელმაც ჩემი ცხოვრების გზაზე ბატონ სულიკოს შემოხვედრა. ამ პოლიკლინიკაში დღესაც ახსოვს ბატონი სულიკო. უსაზღვრო პატივსცემენ მის ხსოვნას, ცდილობენ შეინარჩუნონ და მომავალ თაობებს გადასცენ მის მიერ დატოვებული მდიდარი ტრადიციები. ბატონი სულიკოს შესახებ გასახსენებელი ძალიან ბევრია. წლების მანძილზე მოგვიწია ერთად მუშაობა გორის ბავშვთა საავადმყოფო პოლიკლინიკურ გაერთიანებაში. ამ ამაგდარი პედიატრისაგან ძალიან ბევრი რამ შევძინეთ. მას ჰქონდა ულევი ენერგია, ჩვეული ენთუზიაზმით ემსახურებოდა პატარა ბავშვების ჯანმრთელობის საქმეს. ბატონ სულიკოს მრავალმხრივი ნიჭი ჰქონდა. იქ დაჯილდოებული იყო დიდი სიკეთით, არაჩვეულებრივი ბუნებით, ნიჭიერებით, სიდინჯით. მას განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა ადამიანების მიმართ და ამ სიყვარულს ამჟღავნებდა უფრო მეტად პატარებისადმი. მან პატარებს თავისი პოეზიის რაღაც გარკვეული ნაწილიც კი მიუძღვნა. თუ გსურს ვიძინო დედიკო, მიმღერე იავნანაო, შენგან პირველად გავიგე ქართული ანაბანაო, არ მომწყინდება არასდროს, მე შენი იავნანაო. ასე ეფერებოდა ბატონი სულიკო პატარებს, თავის პატარა პაციენტებს. ბატონ სულიკოს უყვარდა ექიმებს ერთად შეკრება, შეკვრებდა, გაგვიზიარებდა თავის აზრს. ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ ხშირად ვსაუბრობდით
და აი ამ აზრთა ურთიერთგაზიარებაში იბადებოდა ჭეშმარიტება და ასე განვიეთ აი ეს წლები, რაც ერთად მიმსახურეთ. ბატონი სულიკოს მაგიდაზე ყოველთვის შეხვდებოდით სხვადასხვა ლიტერატურას. ეძიებდა ყოველთვის სიახლის მედიცინაში. მისთვის უცხო არაფერი არ უნდა ყოფილიყო. ის ჩვენ გვიზიარებდა, ჩვენ მას უზიარებდით და ასეთი ურთიერთშეთანხმებული მუშაობით გავატარებთ ეს წლები. განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ბატონ სულიკოს მრავალშვილიანი ოჯახებისა და ცოტა ხელმოკლე ოჯახების მიმართ, მათი პატარების მიმართ. ზრუნველობას არ აკლებდა. ყოველთვის ცდილობდა, რომ მათთვის ისეთი პირობები შეექმნა, რომ თავიანთ ოჯახში ეკრძნოთ თავი ბავშვებს. ისე ყოფილიყვნენ და კმაყოფილები ყოფილიყვნენ და ასეც იყო და მე კი მგონია, რომ საერთოდ ბატონ სულიკოს უკმაყოფილო არავინ არ ყავდა. მას ყველა მადლიერი ყავდა ამ დიდწულოვან ადამიანს. და დღემდე ვცდილობთ ბატონი სულიკოს ეს თვისებები ყველანაირად ჩვენშიც გავითავისოთ და გავაგრძელოთ ის საქმე, რასაც ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე დგომა ჰქვია. ბატონი სულიკო ენერგიული, ხალისიანი და მომავალ საქართველოზე ფიქრით წავიდა ასე უდროოდ ჩვენგან მარადილ სასუფეველში და მისივე სიტყვებით მინდა ჩემი ასე გახსენება დავასრულო. და რადგან ვიცით, სიკვდილია სიცოცხლის ბოლო, კარგი სახელი ჯობია რომ თან გავიყოლოთ. ყველას გახსოვდეს, რომ სულ ყველას გზა გვრჩება ერთი, რომ უმაღლესი მსაჯულია ყველასთვის ღმერთი. სულიკო როსტომაშვილის პრაქტიკული საქმიანობა წარმოუდგენელია მისი სამეცნიერო მოღვაწეობის გარეშე. ჯერ კიდევ 1972 წელს მოსკოვში მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში წარმატებით იცავს საკანდიდატო დისერტაციას თემაზე პროფილაქტიკური აცრების გავლენა ადრეული ასაკის ბავშვებზე, პროფესორების ეფიმოვასა და მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით. ბატონი სულიკოს როგორც მეცნიერისა და პრაქტიკოსის ნაშრომებს დიდად აფასებდნენ არა მარტო ქართულ, არამედ მაშინდელ საკავშირო პედიატრიულ საზოგადოებაში. ის აქტიურად თანამშრომლობდა ისეთი მნიშვნელოვანი ჟურნალების რედაქციებთან, როგორიცაა პედიატრია და პრობლემო ტუბერკულოზა. პედიატრიის პირველ ნომერში გამოქვეყნდა მისი საყურადღებო სტატია აცრის შემდგომი ადგილობრივი რეაქციები და ტუბერკულინური ალერგია ბავშვებში BCG-ს ტყანში და ვაქცინაციის შემდეგ. ხოლო 1977 წელს აკადემიკოს ნოსოვის რედაქციით გამოცემულ სახელმძღვანელოში გეონტოლოგია პედიატრიაში კითხულობთ. სოლომონ გრიგორიძე როსტომაშვილის საინტერესო დაკვირვება და აღმოჩენა პროფილაქტიკური აცრის მოლოდინით გამოწვეული ფსიქოგენური რეაქციის შესახებ თვიად მნიშვნელოვანი ნაშრომია. ასეთივე დიდი ყურადღება მიიპყრო მისმა 10 წუთიანმა მოხსენებამ მოსკოვში თემაზე ალერგიული ხასიათის რეაქციები გამაგლობულინის შეყვანის შემდეგ. ხელოვნებათა შორის მედიცინა ყველაზე კეთილშობილურიაო, უთქვამს ჰიპოკრატეს. და თუ მედიცინას ხელოვნების დარგად ვაღიარებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი სულიკო როსტომაშვილი ჭეშმარიტად ვირტუოზი ხელოვანი იყო. უთუოდ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ის ხელოვნებასთან წილნაყარი იყო პოეტური სულითაც და არტისტული ბუნებითაც. თანაც მისი ყოველ ლექსში თუ მედიკოსთა დასთან ერთად შექმნილ ყოველ სცენურ სახეში სამშობლოს სიყვარული ფეთქავდა. ამიტომ ძალზე ახლობელი და გასაგები ხდება მისი სტრიქონები. ყველა სიტყვას მინდა რომ სჯობდეს სიტყვა ქართული. ანდა ჩვენში სხვანაირია ვარსკვლავების ციმციმი. ასეთივე ღრმა და ფაქიზია მისი სიყვარული მშობლიური ქალაქის მიმართ, რაც ნათლად ვლინდება ლექსში ეგარის და გორის ციხე, რომელიც კრებულში გორი ქართულ პოეზიაში იოსებ ნონეშვილის ლექსის გვერდითაა დაბეჭდილი. ბრისპირს ხალხი მოდებულა და საშენად კრეფენ რიხეს, შრომობს ხალხი გორის ცენტრში აშენებენ გორის ციხეს. გაზდახიამ ბალავერი ღრმად მოთხარი ამოიღე, თითქოს ისმის მათი ხმები ეგარი და გორის ციხე. მათზე უნდა ვწერო ლექსი, მე საქმე ვალაც ვიღე, მირებს ქება და დიდება, ვინც აშენა გორის ციხე. ერო უქსურს წინიარო, ჩემი რჩევა ყურათიღე, ჯერ საქმე ვქენ და მერეფი, ეგარი და გორის ციხე. განსაკუთრებულია ბატონი სულიკოს მოკრძალება წინაპრების მიმართ და იბადება მათი სადიდებელი. ყანწით ავსვამ წინაპართა მოსაგონარს ადღეგრძელოთ, ვინც სიცოცხლე არ დაზოგა და მზესავი დღესაც მზეობს, ვინც სამშობლოს ძლიერება განამტკიცოს და აშენოს,
თუ დასჭირდა ზვარაკივით შეეწიროს საქართველოს. სამშობლოს ჭირვარამი, მისი დუხჭირი სინამდვილე განსაკუთრებულ ტკივილს იწვევს მასში. თვითონ ძალზე მშრომელსა და დაუდებას წინვალედ აქვს გაცნობიერებული, რომ ლაპარაკით არასოდეს შენდებოდა შენობა. ამიტომ ცდილობს სხვაშიც ააგეზგიზოს ნაპერწკლიდან კოცონი და დროულად თქვას სათქმელი. ამ ცხოვრებას ფეხაწყობით უნდა ვდიო, ვიარო. რაც კარგია ქვეყანაზე, ის მეც გავიზიარო. სჯობს დღეს ავთქვა დღეს სათქმელი, რომ არ დავიგვიანო. თუმცა ზოგჯერ უიმედობა შეიპყრობს და დაუმსახურებლად გულნატკენი გულდაწყვეტილი იყვის. ტანს შემორჩა ძველი შიში, ცდილობ და არ გამოდის. ეგოხერი პურსავ თესავ, ნარეკალი ამოდის. მაგრამ შემდეგ კვლავ ჩნდება ოპტიმისტური ნოტი და თუმც მოხუცდი, მაინც კიდევ ხალისი მაქვს ბიჭივით. ბავშვობა და ყრმობის წლები გამიფრინდა ჩიტივით. პოეტი შესანიშნავად გრძნობს ცხოვრების სწრაფ მავლობას, განსაკუთრებით მწვავედ განიცდის დროის უქონლობას და ამბობს: მე უდროობამ ტანჯავს, მაწამებს, ეს არის ჩემი დარდი, ფიქრები, რაღაც მჭირდება დრო მქონდეს მაშინ, როცა ამ ქვეყნად აღარ ვიქნები. მისი აზრი ღრმად ვწვდება იმ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენსა და ზესწნელსა და ქრისტიანს შუა აღმართულია მხოლოდ თხელი ტიხარი, სიცოცხლე. ამ ქვეყნად ყველაზე უფრო მყიფე, ყველაზე მალე მსხრევადი რა. ამიტომ ცდილობს მხოლოდ სიკეთე თესოს და სხვასაც იგივეს მოუწოდებს. თუ კარგს დავთესავთ, იტყვიან, კაცს რაც შეეძლო იღონა. წავალთ და დაგვივიწყებენ, იყო და არა იყო რა. მაგრამ შეუძლებელია მის მიერ დათესილი სიკეთის დავიწყება. დღეს მისი პაციენტები, რომელთათვისაც სულიკო ექიმთან ყოველი ვიზიტი პატარა დღესასწაული იყო, უკვე თვითონ არიან მშობლები და საქართველოს მშვენიერ მომავალს უზრდიან. დაუვიწყარია ბატონი სულიკო მეგობრებისთვისაც, თუმცა ზოგ მათგანს უკვე იმ ქვეყნიურ საქართველოში შეეგება მისი სული. აქ მყოფნი კი ახლაც იხსენებენ მის ძარღვიან სიტყვას. მოიტანეთ, ჩაამწკრივეთ, ღვინით სავსე დოქები, შემომისხით აქეთ-იქით ჩემი სიყრმის ლოთები, ღვინო იყოს სულ ერთია ატენური, კახური, მარჯვნივ მყავდეს ავთანდილი, მარცხნივ ჯიმშერ ხადური. ბატონ სულიკოს მე ვიცნობდი 1951 წლიდან სიცოცხლის ბოლომდის. ეს პიროვნება იყო უაღრესად დიდი პატრიოტი, თავისი სამშობლოსი, მოყვარული თავის ხალხისა, მით უმეტეს ბავშვების. მაღალ კვალიფიციური ექიმი იყო. რაც ადასტურებს ის, რომ მას მინიჭებული ჰქონდა რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის საპატიო წოდება. ბატონი სულიკოს დიდი დამსახურება აქვს სამშობლოს წინაშეც. ის დიდი საამულო ომის მონაწილეა, მუშაობდა საველე ჰოსპიტალში. მას მიღებული აქვს მრავალი ორდენი და მედლები საბრძოლო დამსახურებისათვის. ბატონ სულიკო, რომელიც დაბადებული იყო ატოჩში, თავისი ასე ვთქვათ, სამშობლოდ გაიხადა გორი, როცა ჯარიდან ჩამობზანდა და აქ დაუღლდა. მუშაობდა ქალაქის ბავშვთა პოლიკლინიკის გამგედ. მართალია მას ქალაქის ბავშვთა პოლიკლინიკა ერქვა, მაგრამ მათთან ერთად ის ემსახურებოდა რაიონის ბავშვთა კონტინგენტსაც. რაც მე ზუსტად ვიცი, იმდენად, რამდენადაც მე მაგ დროს მუშაობდი ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ. ძალიან აქტიური იყო, ძალიან ხალისიანი იყო. არ მახსოვს რაიმე ღონისძიება ჩატარებული იყო გორის რაიონში, რომ ბატონ სულიკოს მონაწილეობა არ მიიღო. თუნდაც აი ისეთი ღონისძიებები, როგორც იყო მაგალითად მთიანი ზონის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება. როდეს ყოველთვის ის შედიოდა ხოლმე სამედიცინო ექიმთა ბრიგადაში და ჩვენ შემოვლიდით ხოლმე წახობილი საყავრიდან, ღებრიანი, ბოშური და მთელი ამ სოფლების ფეხით და ყველას უწევდით სამედიცინო მომსახურებას. მასთან ერთად ჩვენ ვარიგებდით მედიკამენტებს უფასოდ ვარიგებთ მედიკამენტებს. ბატონი სულიკო ძალიან მეგობრული იყო, ამხანაგური იყო. ჩვენ არ გვახსოვს, რომ
რაიმე დღესასწაული ყოფილიყო, ეს იქნებოდა 1 მაისი, იქნებოდა 7 ნოემბერი, იქნებოდა ახალი წელიწადი, იქნებოდა შობა თუ სხვა, რომ ჩვენ მაგალითად ერთად არ ყოფილიყავით. მით უმეტეს ჩვენ ყველა ვიცოდით ურთიერთ დაბადების დღეები. ასე მაგალითად იწყებოდა ახალი წელიწადი ჩემი შვილის დაბადების დღიდან 2 იანვრიდან. შემდეგ იყო 14 იანვარში ვასო კასრაძის 16 იანვარში ვასო კასრაძის შვილების დაბადების დღე, 19-ში ბატონი თენგიზის ხენჩიკაშვილის დაბადების დღე და შემდეგ სულიკოს დაბადების დღე და ჩვენ სულ ყველანი ერთად ვიყავით. ჩვენი სუფრა მიმდინარეობდა ყოველთვის მხიარულად, ურთიერთ სიყვარულში. ჩვენ სუფრას ქონდა ესეთი ურთიერთ აზრთა გაცვლის, ასე ვთქვათ, სხვა სიკეთის ღონისძიების სიყვარული. მე რა მინდა ხანდახან ჩვენი სუფრის, ასე ვთქვათ, ერთი ეპიზოდი მოვიგონო. ჩვენ ეხლა ხშირად მარტო სმაზე გადადიან და ჩვენთან სუფრაზე იყო ხოლმე სიმღერებიც, ცეკვებიც და ყველაფერი. ერთხელ ჩვენ მახსოვს თენგიზ ხინჩიკაშვილთან ვართ სუფრაზე და წამოიწყეს სიმღერა თენგიზმა და ვასილ კასრაძემ წამოიქცეს სიმღერები. ამ დროს სულიკოც აყვა. დასაკვირველია, სულიკო არ ქონდა ესეთი ვოკალური ნიჭი. და იქვე იყო მაშინ აფთიაქის მმართველად მუშაობდა კვიტაიშვილი შოთა. რო დამთავრდა ეს სიმღერა, ბატონ შოთა კვიტაიშვილი ეუბნება: ბატონო სულიკო, თქვენ პირველი ხმა არ გაქვსო? არა შოთაო, არ მაქვს პირველი ხმაო. ბიჭო, არც მეორე ხმა გაქვსო? ხო, არც მეორე მაქვსო. მე ბიჭო, არც მესამე ხმა არ გაქვს და ბატონო სვინდის არ გაქვს, მაინც გაჩვენდიო, რაზეური მაგ ხალხსაო. აი ასეთი მხიარული სუფრა იყო ჩვენ შორის. მას უყვარდა ძალიან თავისი შვილები, თავისი ოჯახი, დიათაფასე და თავის მეუღლეს. არა მარტო თავის მეუღლეს, არამედ თავის მთელ ნათესაობას და სულ ყველას ის პატრონობდა. ყველაზე ძალუმად მისი სული მაინც ოჯახში ფეთქავს, სადაც მის ხსოვნას სათუთად ელაციცება ცხოვრების ერთგული თანამგზავრი და მისი პოეზიის მშვენიერი მუზა ქალბატონი ელენე, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით საუბრობს მეუღლეზე და რომელსაც არაერთი მგრძნობიარე სტრიქონი მიუძღვნა ბატონმა სულიკომ. სიკეთისთვის გაჩენილ ხარ, გენაცვალე ბროლის ყელში, ცოლად ექიმს გამომყევი, პოეტიკი შეგრჩი ხელში. გოტო, რომელიც ხელში მიკავია, მომაგონებს ჩვენ ახალგაზრდობას, როცა შევქმნით ოჯახი. აი პატარა მესამე შვილი რამაზი, რომელიც საქმის გვერდზე და სულიკო და მე. ყოველთვის ეფერებოდა და ეთქოდა ხოლმე: რამაზე, როგაიარო ქუჩაში ერთი დიდი ჩემოდანი ოქრო იყო, აი ესე ვიპოვე ეს ბიჭი, ესაც წარმოდგენა და თბილი იყო. даже სკოლაში უკვე კარგად უფროსები ვიყავით, რომ პირველ კლასში მივიყავით მე და სულიკო. იყო გულთბილი მეუღლე. ყოველთვის ძიებდა, რომ რა სიამოვნები და რას ვიტყოდი, შეესრულებინა. არ ვიცი ხა შვილები სუნთლად არ გვანან ნადაობაზე. მამა უფრო კარგი იყო. მოსიყვარულე და ყოველთვის ხალხის გულში დაისადგურა მაგან როგორც ახლობლის. იმიტომ იყო შემწყობები, რომ მოხუცე მოიყვანდა ავანტყო ბავშვს და შეხედავდა მოხუცია, ეთქოდა დეიდა ეს წაიღე ფული და ბავშვს წამალი და საჭმელი მიუტანა. გულთბილი, ადამიანური. უსურვებდი ყველა ჩემი ახლობელს, ჩემს შვილებს, რომ პაპასნაირი შვილები და მომავალი გაეზარდოთ. ძლიერი და ჯიშიანი გამოდგა სულიკო როსტომაშვილის გენი, რომელმაც ლამაზ შთამომავლობაში იმძლავრა. ვაჟებს, პროფესიით ინჟინერს, გიგასა და რამას კეთილზნეობრიობა და მამულისადმი სიყვარული ერგოთ წილად. ბატონი სულიკოს ათაყვანებელ დიანას კი ხელოვნების ტრფიალი, რაც მუსიკისადმი სიყვარულში განსხეულდა. გამორჩეული ადამიანი იყო თავის პიროვნული თვისებებით. იგი უზომოდ შეყვარებული იყო თავის ოჯახზე, თავის პროფესიაზე, ხელოვნებაზე
და კერძოდ მე მინდა აღვნიშნო პოეზიაზე. მის მიერ დაწერილ ლექსებზე აშღერდა სიმღერები, რომლებსაც მე დიდი სიამოვნებით და დიდი სიყვარულით ვასრულებ. ჩემს შემოქმედებით წინსვლაში მამას განსაკუთრებული ადგილი ეკავა. არ არსებობდა კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, რომ ეს იყო სოლო კონცერტი, აკადემიური კონცერტი, ან საოპერო სტუდიაში ეს სპექტაკლი, რომ მამა თავის მეგობრებთან, კოლეგა მეგობრებთან ერთად არ ჩამოსულიყო ჩვენთან კონსერვატორიაში. და რასაკვირველია ეს ყველაფერი მთავრდებოდა დიდი წარმატებით და არ მავიწყდება მისი განათებული, გაბრწყინებული, გახარებული სახე. და ამ ყველაფრით მამა ამაყობდა ჩემით. მე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მეც ვამაყობდი ჩემი საყვარელი მამით, იმიტომ რომ ის იყო ნამდვილად უდიდესი პიროვნება, უკეთილშობილესი, თავმდაბალი, თავაზიანი, გულისხმიერი და ალალმართალი. დიდი სიყვარული მქონდა მის მიმართ და ეს სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. თუ მე გასმოცემთ, მე შეგისრულებთ მამის ტექსტზე დაწერილ სიმღერას, რომლის ავტორია ჩემი უახლოესი მეგობარი, კოლეგა მაყოლა ყურბალაძე. არასიკვდილით ემატებიან, არამედ უკვდავებით. მე მინდა რომ ბატონი სულიკო როსტომაშვილი ზუსტად იმ ადამიანების რიცხვს მივაკუთვნო. ნამდვილად დააკლდა ეს ადამიანი ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქალაქს. ალამაზებდა თავისი კარგი კაცობით, ალამაზებდა
როგორც პროფესიონალი ექიმი, კურნალი, გადასარევი დიაგნოსტიკი იყო. მე როგორც მშობელმა ბევრჯერ მოვიყვანა ჩემი შვილი გაჭირებულ მდგომარეობაში მყოფი და ყოველთვის კარგად მთავრდებოდა ეს კურნალობის პროცესი. სულით ხელოვანი, ძალიან ბევრი საერთო მაქვს ამ ოჯახთან. ჩემი დიანა, ჩემი თანამშრომელიც არის, მეგობარიც არის, კოლეგაც და მისი რძალიც, ეკა მელითაურიც ჩემთან მუშაობს და ხშირად ამ ოჯახში მიწევდა, რა თქმა უნდა, მოსვლა და რაღაც დიდი ფანატიკური სიყვარული ჰქონდა დიანას შემოქმედებაზე. და ყოველთვის იმას მეტყოდა ხოლმე, რომ დიანა ეტაადნა, ესეთი გამოთქმა ჰქონდა, რომ თავის შვილზე შეყვარებული მის შემოქმედებაზე და რა ვიცი, ყოველთვის კარგი მსმენელი იყო. ჩვენ როცა აქ ვიკრიფებოდით, უკრავდით, მღეროდით, გვეპოვდით, ჩაგვერთობოდა, ჩვენთან ერთად იყო და ატარებდა რაღაც სასწაულ დროს და ნათელი ხსოვნა მისი ყოველთვის იქნება და თავისი სიტყვა ნამდვილად თქვა ქალაქის ცხოვრებაში. ბატონი სულიკოს ხსოვნისადმი უსაზღვრო მოკრძალება და პატივისცემა იგრძნობა ძლების, ძაბულისა და ეკას მოგონებებშიც. ბატონი სულიკოს არჩეული რძალი ვიყავი. დიდი მოწონებით და სიყვარულით მიმიყო მის ოჯახში. ლექსიც კი დამიწერა პიანისტ გოგონას ეკა მელითაურს. ძალიან უყვარდა ჩემი პროფესია და ასე ამბობდა, რომ ძალიან კარგია ქალიშვილი გავის შვილი ოჯახიდან, ვოკალისტი და პიანისტი შემომივიდაო. საათობით ვისხედით ვიჯექი ინსტრუმენტთან და გვერდით მახლდა. ისეთი დიდი მოტრფიალე იყო კლასიკური მუსიკის. თვალზე ცრემლიც მოერეოდა ხოლმე, მომეხვეოდა, მაკოცებდა, რომ ასეთი დიდი სიყვარული და სითბო განა შეიძლება რამეს მოენიჭებინა თუ არა ახლა შენ. საოცრად თბილი პიროვნება იყო და დიდი სიყვარული მაგრძნობინა წელიწადი და 6 თვე გასტანა მხოლოდ რაც მე მისი რძალი ვიყავი, შემდეგ გარდაიცვალა და რა შემიძლია თქვა თუ არა ის რომ ისეთი სითბო მამა-შვილივით ვიყავით ერთად ხნის განმავლობაში. შემდეგ შემეძინა ქალიშვილი ელენე, ყოველთვის ისეთი სითბოთი ეფერებოდა და ასე მეუბნებოდა, რომ დედაზე ნაკლები თუ არა უკეთესი უნდა გაიზარდოსო. შვილიშვილებს კი რელიკვიად შემორჩათ პაპის მიერ დათესილი უსაზღვრო სიკეთე, შეუბღალავი სახელი და გულში ჩამწუდომი ლექსების 2 კრებული. ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში დასტამბული მარადიული არის სიცოცხლე და 2001 წელს გამოქვეყნებული არ დაბრუნდება წლები წარსული. 2 სტრიქონში ჩატეული ბატონი სულიკოსეული პოეტური მრწამსით. ერისთვისთი თუ არ ვზიდე, მაშ პოეტი რაღაც მქვია. და კიდევ შვილიშვილებს პაპისაგან ერგოთ წილად ხელოვნების ტრფიალი და ნიჭიერება.
პედიატრის სოლომონ გრიგორიძე როსტომაშვილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბატონი სულიკოს გემის მარადიულობას. თუმცა მისი სული 10 წლის წინ 28 დეკემბერს შეუერთდა იმ მარადისობას, რომელიც წინ უსწრებდა მის დასაბამს და რომელიც მოსდევს მის დასასრულს. როდესაც ნაწარმოებს დავასრულებთ, მაშინ გავხვდებით, რითი უნდა დაგვეწყო იგი, უთქვამს ბრძენს და ჩვენც ახლა გავხვდებით, რითი უნდა დაგვეწყო ეს გადაცემა. უთუოდ მადლობით და მხოლოდ მადლობით. მადლობა უფალს და მადლობა თქვენ ბატონო სულიკო, რომ ცხოვრობდით.